მოცემულ საქმეზე, რომელს საქმეზეც მე ახლა ვარ წარმომადგენელი, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 173 მუხლის ფარგლებში. ბატონი ირაკლი დგებუაძე არ არის დამკავებელი მოცემულ ვიდეო რომელშიც ჩანს ის და ირაკლი დგებუაძე გამართავს. ვიდეოზე ჩანს ბათუმის პოლიციის ირაკლი დგებუაძე ეუბნება ციალა ქათამიძეს, რომ ციალა ეს არის სამართალდარღვევა და 151 მუხლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კომპლექსი. აკავებს, აქ ჩანს ნება დაკავებული ხარო? აი მიხავს ფაქტია რომ აკავებს. მაგრამ ის 151 მუხლით აი თქვენ რაც გამართა აქვს პირის აკავების უფლება ირაკლი დგებუაძეს? ირაკლი დგებუაძეზე არ გამართავ, ზოგადად სამართლებრივად თუ გაინტერესებთ 150 მუხლის ფარგლებში ადმინისტრაციული დაკავება არ ხორციელდება და ციალა ქათამიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის საფუძველზე დაკავდა და არა 150 მუხლის საფუძველზე. რატო ისმის ირაკლი დგებუაძეს? მე არ ვიცი თქვენ რა მტკიცებულებაზე საუბრობთ. თუ მხარემ წარმოადგინა, გამოვიყვლევთ და შევაფასებთ შესაბამის ეტაპზე. აქ არ დააკრა ციალა. არ გვევ კანონს და იმიტომ არ დააკრა. რომელ კანონს აქვს? ბატონო ირაკლი, რომელ კანონს აქვს? რომელ კანონს აქვს? გეუბნები რომ არ დააკრა. დარღვევა ადმინისტრაციული კოდექსის 150 მუხლი. მოხსენი. დარღვია კანონს. ეს არის ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევა. წამოდგა. აკავე? რა შვებით? რა შვებ? რატო? დაკავებულია, დააკავე? დააკავე? იგი გადავალ. აი, რომ იცოდეთ, ეს ამის გამო დააკავეს ახლა ციალა ქათამიძე.